დიქტატურა გარკვეულწილად აადვილებს ცხოვრებას, იმიტომ რომ არ გაქვს შენ არანაირი პასუხისმგებლობა. შენ არ უნდა აიღო რაღაც პასუხისმგებლობა, შენ არ უნდა გააკეთო არჩევანი. ისეთ ადამიანებს შეეხო ეს ტერორი სტალინის დროს, რომლებიც ალბათ სიკვდილის დასჯის წინ ისხდნენ თავიანთ ციხეში, საკანში და ფიქრობდნენ, რომ რა დავაშავე. რა გავაკეთე? მე ხო აზრათაც არ გამივლია რაიმე სტალინის ან საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და რატომ ვისჯები? ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი. ორი დიდი ჯაჭვით გვაბავს რუსეთი. ეს არის მართლმადიდებლობა და სტალინი, ხო? ხო კარგად იყავით. ხო ყველანი ერთად ვიყავით ზმურად და თქვენი კაცი იყო ჩვენი უფროსი და ჩვენის კაცი მიყვარს. და აი ამ უპრიმიტიულ დონეზე არიან ადამიანები, რომლებიც აი ამას იზიარებენ. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ დიქტატორების აღსასრულზე. ფაქტობრივად ყველა დიქტატორი მძიმე დამთავრებს ხოლმე თავის ცხოვრებას. აი ეს შეუზღუდავი ძალაუფლება დასაკვირველი ადამიანს აძლევს რწმენას იმისა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ამ თემისკენ გვიბიძგა ერთი მხრივ ირანში ისრაელსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ოპერაციისას უმაღლესი სამხედრო ლიდერის ლიკვიდაციამ და მეორე მხრივ 5 მარტის მოახლოებამ. სწორედ ამ დღეს 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი, სისხლიანი დიქტატორი და არაერთი ქართველისთვის ჯერად საამაყო თანამემამულე. ერთი დღით ადრე მასთან ტრადიციულად იყვნენ რამდენიმე პოლიტბიუროს წევრი, იქეიფეს. ოღონდ არ იყო სასმელები, მას უყვარდა ხოლმე ძალიან მაჭრის სმა და აი ამბობენ ხოლმე, რომ იქაც იყო იმ დღესაც მაგალითად მაჭარი, რომელსაც ის უწოდებდა წვენს, რადგანაც მას საკმარისი ალკოჰოლი არ ჰქონდა. და სადღაც 4 საათამდე გაგრძელდა და აი ამის შემდეგ იწყება აი ეს მისი ჯერ არ გამოჩენა და ვერავინ ვერ ბედავს რომ შევიდნენ. ბერია თურმე ამბობდა რომ დააცადეთ ძინავს ადამიანს და დასვენება უნდა და თქვენო პანიკას წევთო.